ძმაო, კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. და სად ვარ? კამილ ძმაო, ხუმრობ? ჩვენ კამპუსში ვართ. კამპუსი? არასოდეს მსმენია ამის შესახებ. აქ სწავლობ და ჩვენ შენი მეგობრები ვართ. ჩემი მეგობრები? არ მახსოვს მე მყავს თუ არა მეგობრები. კამილ, გაგიჟდი? ვინ ხარ შენ? მე არ გიცნობ. სხვათა შორის მე შენი და ვარ და მე სტეფი ვარ, ამინას საუკეთესო მეგობარი. Hey, ბიჭებო, ვინც გასახდელში ბოლო მივა, ის სულელია. Is this something that you like? And I can feel you glaring cause I'm so far out of sight. Now if you coming closer, beware of my wicked bite. And yes, I know you chose, but I will not put up a fight. აუ, ჩემი თავი. კამილ ძმაო, კარგად ხარ? რამდენ თიც ხედავ? კამილ მხედავ? მე ჰალკი ვარ. ჯანდაბა მე დავეცი. რატომ უყურებთ ყველა მას? დაეხმარეთ მას ადგომაში. ადექი ძმაო. გირჩევთ საავადმყოფოში წაიყვანოთ. მადლობა რჩევისთვის. ძმაო, კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. სად ვარ? კამილ ძმაო, ხუმრობ? ჩვენ კამპუსში ვართ. კამპუსი? არასოდეს მსმენია ამის შესახებ. აქ სწავლობ და ჩვენ შენი მეგობრები ვართ. ჩემი მეგობრები? არ მახსოვს მე მყავს თუ არა მეგობრები. კამილ, გეყოფა, ჩვენ ნამდვილად შენი მეგობრები ვართ. მე ნაისი ვარ და ეს ფაზლია და ეს კი ჰალკია. როგორც ჩანს, კამილმა შენი გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. იქნებ იმიტომ, რომ ცუდი მეგობრები ხართ. ცხოვრებაში ასეთი რამეებიც ხდება. გვაქვს მეგობრების არჩევის უფლება. გაჩუმდით ლუზერებო, ახლა თქვენთვის დრო არ გვაქვს. მან უბრალოდ მეხსიერება დაკარგა. ეს მაშინ ხდება, როდესაც თავში ძლიერ დარტყმას იღებ. ამის შესახებ მასწავლებელ მაგს უნდა ვუთხრათ. კამილ. კამილ, დედამ დამირეკა და მითხრა, რომ დღეს სოფელში მივდივართ და სტეფიც ჩვენთან ერთად მოდის. დედამ დარეკა? ვინ ხარ შენ? მე შენ არ გიცნობ. კამილ, გაგიჟდი? სხვათა შორის მე შენი და ვარ და მე სტეფი ვარ. ამინკას საუკეთესო მეგობარი. ალბათ ვიღაცაში გერევით. მე და არ მყავს და შენი საუკეთესო მეგობარიც არასოდეს მინახია. ჩემმა ძმამ ახლახან მე უამყო. მაგარია. კამილ, რა გჭირს? კარგად ვარ. კამილ, რა მოხდა? ლუზერებმა თქვეს, რომ შენ ძლიერად დაეცი. აბა ბიჭებო, ვინ კრამას ხელი? კამილ, კარგად ხარ? კარგად ვარ. ბატონო მაქს, კამილმა როგორც ჩანს მეხსიერება დაკარგა. კამილ, წავიდეთ. ნამდვილად არ მესმის. მართლა დაკარგა მეხსიერება თუ ის უბრალოდ გვეხუმრება? კამილ, გახსოვს ჩემი სახელი? არა, არ მახსოვს. გასაგებია, მას სერიოზული ტვინის შერყევა აქვს. კაფეში წავალ და მაცივრიდან ნაყინს ავიღებ. თავზე რაღაც ცივი სჭირდება, რომ დაიდოს. კამილ, მე გახსოვ არ? არა, არ მახსოვ ხარ? მე შენი შეყვარებული ვარ. ჩვენ კამპუსის ყველაზე მიმზიდველი წყვილი ვართ. მართლა? რამდენი ხანია რაც ერთად ვართ? უკვე 1 წელზე მეტია. ნუ ღელავ, არ გადანაშაულები მის გამო, რომ ეს არ გახსოვს. მენდი, უკან დაიხიე. რატომ შეიკრებეთ ყველანი ირგვლივ? მაგარი შორტები გაქვს, ოლივია. ჩემს კარადასთან უნდა მივიდე. შეხედეთ, ჯადოქარი მოვიდა. თუ კარადასთან მისვლა გინდა, უბრალოდ გააკეთე ეს. კი, მაგრამ ჯერ თქვენი უკანალი უნდა გაანძრიოთ. რა მოხდება თუ არ გავანძრებთ ჩვენს უკანალს? გოგოებო, ალბათ ის ჯადოს გაგვიკეთებს. მეგობრებო, იქნების ბაყაყებად გადაქცევას ცდილობს? როგორც ჩანს, ახლა მე ბაყაყად გადავიქცევი. სასაცილოა ეს. თქვენ ძიას ბაყაყებს გავხართ, არ შევწუხდები ამისთვის. რა თქვი ახლა? ლორა, მან ბაყაყი გიწოდა. და აქ გოგოების ჩხუბში ნუ ჩაერთვევი. შენი ბიჭები ისეთივე საცოდავები არიან, როგორც შენ. ისინი შენს დაცვასაც კი ვერ შეძლებენ. კარგი, 3-მდე ვითვლი და ჩხუბი დაიწყება. 1, 2, 3. ასეთი ლაპარაკისთვის გადაგიხდი. ლუნა, კარგად ხარ? ჩათვალე, რომ იღბლიანი ხარ. გამარჯობა, ამინა. ყველაფერი კარგადაა. უკვე მოვაგვარე.
წავიდეთ გოგოებო. ჩემო ტკბილო, მეგონა მას შეჭამდი, ჩემი გოგო ისეთი მტაცებელია. მე მომწონს მტაცებლები. ხომ ასია, გაბი? არ ვიცი. მარტო მე ვხედავ ამას, მენდი და კამილი ხელჩაკიდებულები დადიან. ჯანდაბა, თითქოს ერთმანეთს ხვდებოდნენ. ისინი ძალიან საყვარელი წყვილია. როგორც ჩანს, საინტერესო რამ გამოგვრჩა. კარგი ბიჭებო, იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ბუშტუკო, მომენატრები. ნახვამდის ბუშტო, ჩვენ შენზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს სამუდამოდ პანსიონში დაგტოვებენ. კარგი, აქამდე არასოდეს გამიკეთებია ეს, მაგრამ ახლა ჩაგეხუტები. მოდი აქ. მიყვარხარ ბუშტო. ბიჭებო, ახლა მე ავტირდები. კარგი ლუზერებო, შეწყვიტეთ აქ ჩახუტებები. ბუშტი პანსიონში მიდის და ჩვენ ვემშვიდობებით. კამპუსში ერთით ნაკლები ლუზერი იქნება ახლა. იცით რატომ დადიან მენდი და კამილი ხელჩაკიდებულები? ნუ გეტყვით რომ არ იცით ამის მიზეზი. თქვენ ყოველთვის ცხვირს ყოფთ ყველაფერში, რაც კი კამპუსში ხდება. კამილი დღეს დაეცა და თავი დაარტყა. ის ნამდვილად ცუდადაა. მან მეხსიერება დაკარგა. მენდი მისარგებლა სიტუაციით და კამილს უთხრა რომ მისი შეყვარებულია. და მანაც დაუჯერა მენდის. მან მართლა მაგრად მოატყუა. ჯანდაბა, ყველა მიცის ჩვენს გარდა, ჩვენ ამ საოცარ ლუზერებს დავემსგავსეთ. ჰეი, ბენს, იდეა მაქვს. რა იდეა? ეს მწყინვალე იდეაა. რატომ გვიყურებთ, თქვენ ლუზერებო? ეს თქვენი საქმე არ არის. კამილ, ძალიან მიხარია რომ გამოჯამრთელდი. მაგრამ სიმართლე გითხრა, ჯერ კიდევ არ მახსოვს ბევრი რამ და თავის საშინლად მტკივა. მაშინ მინდა შეგახსენო რომ ყოველ სამშაბათ ჩვენ ერთად დავდივართ საჯინებოში და ცხენებზე ვჯირითობთ. მეც ვიცი ცხენზე ჯირითი? სინამდვილეში ჩვენ ერთ ცხენზე ვჯირითობთ. მენდი, შეიძლება გითხო რატომ მატარებ დროს ჩემს ძმასთან ერთად? ჯანდაბა, ისინი მოვიდნენ. სხვათა შორის მე და კამილი წყვილი ვართ. ჩვენ უკვე ვხვდებით ერთმანეთს. რა? მენდი, შენ ნამდვილად სამარცხვინო ხარ. შენ ხარ სამარცხვინო ჯადოქარო. კამილ, ნუ მოусმენ მას, თქვენ წყვილი არ ხართ. ის შენ გონებას გირევს და საერთოდაც უკვე დროა სახლში წავიდეთ. არსად არ მოვდივარ. გოგოებო, უკვე გითხარით, არ გიცნობთ და არც და არ მყავს. ახლა მე და ჩემი შეყვარებული ცხენით საჯირითოთ მივდივართ. მოდი წავიდეთ, მენდი. წავიდეთ, კამილ. ცხენით საჯირითოთ? ძულს, მენდი. მეგობრებო, კომენტარებში დაწერეთ, რომ მენდი კამილს ატყუებს. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას! I know that you're trying to fix me, but I don't wanna be like you. If you wanna take it back to the 50s, maybe I'm not the guy for you. You're dying not to work, but work until you